უკრაინა ახლა უცნაურ მდგომარეობაშია. დასავლეთში ომისკენ მიდრეკილი ადამიანები ყველა ყურადღებას ამახვილებენ რუსული ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებისა და Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრების დაზიანებაზე. და რა თქმა უნდა, კიევის ცხოვრებლები აღფრთოვანებუები არიან იმით, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ ამ ობიექტებთან დაკავშირებით, მაგრამ მათ უფრო ახლო და გადაუდებელი საზრუნავი აქვთ. რუსეთის ბალისტიკური რაკეტები. ისინი შემაშფოთებელი სიხშირით ცვივიან, კვირაში რამდენჯერმე, უფრო დიდი ტალღებით და მსხვერპლის რაოდენობის ზრდით. ამგვარად, უკრაინის შემდეგი პრიორიტეტია იპოვოს ამ საშიში პრობლემის გადაწყვეტა. და ამ შემთხვევაში საუკეთესო დაცვა შეიძლება იყოს ძლიერი შეტევა. მოდით დღეს დავიწყოთ იმით, რომ უფრო ფართოდ გავიგოთ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი პოზიცია. შემდეგ განვითილავთ სამ შესაძლო გადაწყვეტას. თავდაცვითი იარაღები ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად, როცა ისინი უახლოვდებიან, დრონები გამშვებ დანადგარებზე სანადიროდ და უკრაინის საკუთარი სარაკეტო კამპანია რუსეთის რაკეტების გასანადგურებლად. მაგრამ უნდა დავიწყოთ უფრო ფართო თავდაცვითი სურათით. არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინისთვის ყველაფერი საკმაოდ საიმედოდ ჩანდა. დაახლოებით 2025 წლის გაზაფხულზე რუსეთმა გააძლიერა შაჰედის დრონების წარმოება, რამაც მძიმე ზიანი მიაყენა უკრაინულ ქალაქებს. უკრაინისთვის ერთადერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ თავდაპირველი შაჰედები ნელი და მოუქნელი იყო. უკრაინამ უპასუხა ამაზე კიდევ უფრო იაფი გადამტრელების წარმოების გაზრდით, რომლებიც გავდა იმას, რაც ნატოს ინოვაციების ღონისძიებაზე სტამბოლის მახლობლად ნახე გასულ წელს. თუ დღეში 1000 ასეთ მოწყობილობას აწარმოებ და შექმნი ქსელს შემოსული თავდასხმების აღმოსაჩენად, მზად ხარ მოქმედებისთვის. უკრაინა რეგულარულად აჩერებდა შაჰედების 90%-ზე მეტს, რაც აჩენდა კითხვებს, რამდენად იყო შაჰედები კვლავ ეკონომიურად ეფექტური რუსეთისთვის. ეხლა აიათოლას საჩუქარზე პუტინისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასარკვევი. რუსეთმა დაიწყო რეაქტიული ძრავით აღჭურვილი ვარიანტების წარმოება, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფად დაფრინავენ, ვიდრე პროპელერერიანი ჩამომგდებები. ეხლა ჩამომგდებებს ეხლა მხოლოდ ერთი პირისპირ ჩაჭრის შანსი აქვთ. მერე უკვე ვეღარ დაეწევი. შედეგად გადაჭერის მაჩვენებლები 2% პუნქტით შემცირდა. მაგრამ უკრაინას მაინც აქვს შეგრძნება, რომ ამ სიტუაციაზე შედარებით კონტროლი აქვს. მეორე მხრივ, უკრაინის მიერ ბალისტიკური რაკეტების გადაჭერის მაჩვენებელი მკვეთრად იკლებს. კრემლი როგორც ჩანს, კარგად ხდება იმ სისუსტეს, რაც აღმოაჩინა, რადგან ქვეყანაში ბალისტიკური რაკეტების წარმოება იზრდება. ის დრონების ჩამომგდებები, რომლებიც სტამბოლში ვნახე, უბრალოდ ამ ამოცანისთვის არ გამოდგება. იცი, ბოლო რამდენიმე წელი ჩემთვის საკმაოდ დატვირთული იყო. საქმე მხოლოდ სტამბოლს არ ეხება. ასევე იყო ლონდონი, ოსლო, ბრიუსელი, ჰააგა, ტალინი და რეიკიავიკი. და ამ მოგზაურობების განმავლობაში ერთი მუდმივი გაღიზიანება მქონდა, მობილური ტელეფონი, რომელიც სწორად აღარ მუშაობდა. მაგრამ დღევანდელი ვიდეოს სპონსორის, Saily წყალობით ეს პრობლემა აღარ მოქვს. Saily არის eSIM service-ის აპლიკაცია. უბრალოდ ჩამოტვირთეთ Saily-ის აპლიკაცია, აირჩიეთ თქვენი პაკეტი და მიიღეთ აპლიკაციაში მარტივ ინსტრუქციებს. მზად ხართ გამოსაყენებლად. როგორც კი ჩახვალთ დანიშნულების ადგილზე, ის ავტომატურად აქტიურდება და გაკავშირებთ ადგილობრივ ქსელთან. ახალი აპარატურა საჭირო არ არის. 200-ზე მეტ დანიშნულების ადგილზე აქვს დაფარვა. ასე რომ, სადაც არ უნდა მიდიოდეთ, თითქმის აუცილებლად დაფარული იქნებით. შეიძლება მათი ტროპიკული ვარიანტებიდან რომელიმე გირჩიოთ, ნორვეგიისა თუ ისლანდიის ნაცვლად, ზამთრის შუაგულში. გარდა ამისა, მათ აქვთ მოქნილი გეგმები, რომლებიც ყველა მოგზაურის საჭიროებას დააკმაყოფილებს. რამდენიმე გიგაბაიტიდან შეუზღუდავ მონაცემებამდე. და თუ ეთვევით საიტს Saily, ანუ SAIL/William Spanieri და გამოიყენებთ კუპონის კოდს William Spanieli, ერთ სიტყვად, შეგიძლიათ მიიღოთ 15% ფასდაკლება eSIM გეგმაზე. კიდევ ერთხელ მადლობა Saily-ს, რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო. ხოდა, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა განვიხილოთ უკრაინის ვარიანტები ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გასანეიტრალებად და ამ სიაში პირველ ადგილზეა რაკეტსაწინააღმდეგო დაცვა. დიახ, დღის იმ ნაწილში ვართ, როცა უნდა ვისაუბროთ ალიანსში პატრიოტების ნაკლებობაზე. შეიძლება სიტყვასიტყვით არ იყოს ზუსტი თქმა, რომ უკრაინას პატრიოტის გადამჭრელი რაკეტები აღარ დარჩა, მაგრამ ფაქტობრივად ასეა. მე-5 აგვისტოს შეტევისას 28 შემოსულ რუსულ რაკეტაზე ჩამოგდების მაჩვენებელი ნულოვანი იყო. უხერხული სიმართლე ისაა, რომ შეერთებული შტატები საკუთარ პატრიოტის მარაგს ირანის ომისთვის იყენებს. საოცარი არ არის, რომ უკრაინელებისგან ამ არჩევანის კრიტიკა მარტივად მოიძებნება. თუმცა მე არ მიმაჩნია ეს საუბარი კონსტრუქციულად. როდესაც შეერთებული შტატები იხდის პატრიოტების მარაგისთვის, სწორედ შეერთებულ შტატებს აქვს უფლება გადაწყვიტოს, როგორ გადაანაწილოს ისინი. კარგი იქნება ეს თუ ცუდი. და ამჟამად ეს ნიშნავს ირანიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებას სპარსეთის ყურის პარტნიორების დასაცავად. პრეტენზიები, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს სისტემები ევროპაში უნდა გამოიყენოს, სრულიად აცდენილია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის და მისამდე არსებული მრავალი ადმინისტრაციის პრეტენზიებს.
ეს არის მოწოდება, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაიხადოს ევროპის დასაცავად, ვიდრე ევროპამ აიღოს მთავარი ან თუნდაც თანაბარი პასუხისგებლობა კონტინენტის უსაფრთხოებაზე. მართალია, თუ უკან დავიხედავთ, ევროპის პრობლემა 10 წლეულების განმავლობაში ზოგადი ინვესტიციების ნაკლებობა იყო. ომამდე მხოლოდ პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი იყვნენ სერიოზულად განწყობილნი პატრიოტების დაგროვების მიმართ და მაშინაც კი მათი რაოდენობა მხოლოდ საშუალო ხანგრძლივობის შეტაკებებს ყოფნიდა. საპირისპიროდ, ისეთი ქვეყანა როგორიცაა გერმანია, მხოლოდ იმ კონფლიქტისთვის ემზადებოდა, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელებულიყო. ამ გეგმას მხოლოდ სტრატეგიულ შეცდომად შემიძლია მოიხსენიო. თუნდაც გესმოდეთ, რომ პრაქტიკაში უმეტესობა კონფლიქტებისა მოკლეა. თუ მხოლოდ მოკლე დროით ბრძოლისთვის ემზადებით, თქვენი მოწინააღმდეგე ამას ადვილად შეამჩნევს. კონფლიქტს საშუალო ხანგრძლივობით გაახანგრძლივებს და შემდეგ დაუცველს დაგდოვებთ. კარგი ამბავი ის არის, რომ ევროპელ ლიდერებში დამოკიდებულება შეიცვალა და თავდაცვითი ხარჯები ახლა მოდაშია ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში. პატრიოტების მოთხოვნა ახლა თითქოს უსასრულოა. საგულისხმოა, რომ 2024 წელს Lockheed Martin-მა გამოუშვა თავისი 2000 PAC-3-ის ჩამჭრელი რაკეტა. დაახლოებით 8 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც წარმოება დაიწყო. ამ შეუზღუდავი მოთხოვნის პირობებში Lockheed Martin-ი გეგმავს 2027 წელს 750 ერთეულის წარმოებას და 2020 წელს ამ რაოდენობის 2000-მდე გაზრდას. ესეთი წარმოების დონე ყოველთვის შესაძლებელი იყო. თუ ევროპას 10 წლის წინ შესაბამისი ინვესტიცია განეხორციელებინა, Lockheed Martin-ს ეკნებოდა წარმოების შესაძლებლობა, რომ ომის განმავლობაში ყოველწლიურად მინიმუმ 2000 ერთეული გამოეყო და დღეს ამ საუბარს არ ვაწარმოებდით. თუმცა ეს საუბარიც არ არის კონსტრუქტიული. ეს არის წარსული შეცდომების განხილვა. ჩვენ ვერ ჩავჯდებით დროის მანქანაში, რომ 10 წლის წინ წარმოება გაგვეზარდა და დიდი დრო გავა, სანამ პატრიოტებს პრობლემის მდგრად გადაწყვეტა დაგვიქვანთ. ამიტომ ალბათ უნდა გადავიდეთ იმაზე, რას შეძლებს უკრაინა მანამ, სანამ მეტი პატრიოტი იწარმოება, სანამ შეერთებული შტატები და უკრაინა გაარკვევენ, რა ხდება მათ ლიცენზირების შეთანხმებასთან დაკავშირებით. დიახ, ეს ალბათ სრულიად სხვა ვიდეოს თემაა. Here's აღნიშნა, რომ Firepoint-ი ცდილობს პატრიოტის ალტერნატივის შექმნას, რომლის საწკესი ტესტირება დაგეგმილია 2027 წლის იანვარში. ნახავთ, როგორ წავა საქმე. როგორც არ უნდა იყოს, თუ დაცვას ეფექტურად ვერ ითამაშებ, ერთადერთი ალტერნატივაა შეტევაზე გადასვლა. და სწორედ ასე მოიქცა უკრაინა, დრონების გამოყენებით ცდილობს რუსული სარაკეტო გამშვები დანადგარების მოძებნას. თავარი სირთულე აქ ისაა, რომ ისეთი პლატფორმა, როგორიცაა ისკანდერი, სატვირთო მანქანაზეა დამონტაჟებული. შესაბამისად ის იყენებს იმავე გასროლა-გადაადგილების სტრატეგიას, რომელიც შეიძლება HIMARS-იდან გეცნობოდეთ. რაკეტა, რომელსაც გაუშვებთ, მტრის რადარებზე გამოჩნდება. როგორც კი გაუშვებთ, მაშინვე მიდიხართ ადგილიდან. ნებისმიერი საპასუხო ცეცხლი თქვენი მოწინააღმდეგის მხრიდან, მაშინ როცა ბომბი დაეცემა, ცარიელ ველს მოხდება. როგორც ჩანს, ამ პრობლემის პასუხია ბარაჟირებადი დრონები. თუ გაქვთ დაზვერვის ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ისკანდერი ზოგად სიახლოვეშია, გაუშვით თქვენი დრონები და დააგვირდით. შემდეგ, როცა სამიზნეს იპოვით, შეუტიეთ და გაანადგურეთ. უკრაინამ ეს სტრატეგია არაერთხელ გამოიყენა. აქ არის ვიდეო 13 მარტიდან ცენტრალური ყირიმიდან, სადაც დრონები პოულობენ და ანადგურებენ რამდენიმე ისკანდერს, რომლებიც ცდილობენ გარემოში შერწყმას. და აქ არის კიდევ ერთი დარტმების სერია 24 მარტს სხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტების სისტემაზე. სამი მათგანი საღამოს სასეირნოდ იყო გამოსული. მაგრამ უკრაინულმა დრონებმა ისინი მიაგნეს და შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ რა მოხდა მას შემდეგ, რაც ეს კადრები შეწყდა. თავარი ხრიკი აქ ისაა, რომ უკრაინას სჭირდება გარკვეული საჰაერო უპირატესობა, რათა თვალთვალი და დარტმა ეფექტურად იმუშაოს. მიუხედავად იმისა, რომ მართალია რუსეთის საჰაერო თავდაცვა სუსტია და თითქმის არ არსებულად ჩანს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Wildberries-ზე დარტმები შეცდომაში შემყვანია. რუსეთის საჰაერო თავდაცვა გამოფიტულია და უკრაინა ამ ბრძოლებს რიცხობრივი უპირატესობის წყალობით იგებს. სადაც ეს უკრაინისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა, არის ის, თუ რუსეთი დაიწყებს თავისი მობილური გამშვები დანადგარების უფრო უკან გადატანას. ისკანდერს უნდა კონდეს 500 კილომეტრის მოქმედების რადიუსი, რაც მაქსიმალურია უკვე გაუქმებული საშუალო სიშორის ბირთვული ძალების ხელშეკრულების მიხედვით. რუსეთი ხშირად უშვებს მათ ბრიანსკისა და კურსკის საზღვრის ოლქებიდან, რაც საკმარისზე მეტ მანძილს აძლევს კიევის დასარტყმელად. თუმცა შეერთებული შტატები ყოველთვის შეშფოთებული იყო, რომ რუსეთი ფარულად აშენებდა უფრო დიდი მოქმედების რადიუსის მოდელებს. უკრაინა ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ასეთი უკვე ექსპლუატაციაშია და ყოველთვის შესაძლებელია მოქმედების რადიუსის გაზრდა სასარგებლო დატვირთვის შემცირებით. ასე რომ, თუ რუსეთს დასჭირდება, შეუძლია უსაფრთხოდ უფრო შორიდან გაუშვას. შეიძლება აფეთქება უფრო მცირე იყოს, მაგრამ ეს უკრაინისთვის დიდ ნუგეშს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, უკრაინა შეიძლება აგრძელებდეს მცდელობას დრონების გამოყენებით, რომ მოძებნოს მობილური ბალისტიკური გამშვები დანადგარები რუსეთის ტერიტორიაზე უფრო სიღრმეში.
და რუსეთის საჰაერო თავდაცვა იმდენად სუსტია, რომ უკრაინა შეიძლება ჯერ კიდევ თავის შანსებში დარწმუნებული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მოუთევს ამ თავდაცვის კიდევ უფრო მეტ ფენაში შეღწევა. უფრო დიდი პრობლემა კომუნიკაციაში ჩნდება. ეს არის აქტიური ნადირობა. შეუძლებელია უბრალოდ წინასწარ დააპროგრამო მდებარეობა და იმედი გქონდეს საუკეთესოსი, რადგან მხოლოდ 1 წუთის სავალია საკმარისი იმისთვის, რომ საწყისი კოორდინატები აღარ იყოს აქტუალური. აი, რატო დაარწმუნა უკრაინამ Starlink, რომ უკრაინულ დრონებს მისცეს სატელიტური ინტერნეტზე წვდომა ამ ნადირობების დროს. ამ დროისთვის ილონ მასკი თავს იკავებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების დამტკიცებისგან. სავარაუდოა, რომ უკრაინას აქ დამაჯერებელი არგუმენტი აქვს, თუ კიევი თავდასხმებს მხოლოდ რუსეთის შეტევითი რაკეტების პრევენციულ განადგურებაზე შეზღუდავს. თუ ასე არ მოხდება, Starlink ქმნის არასწორ სტიმულს, რომელიც რუსეთს იცავს, რაც მოგვაგონებს იმას, თუ როგორ წაახალისა ბაიდენის შეზღუდვამ ამერიკული IRR-ის გამოყენებაზე რუსეთში, რუსი ჯარისკაცები საზღვრის მეორე მხარეს თავდასხმებისთვის შეკრებილიყვნენ. ბოლოს დასამატებლად, ბოლო დროს გაიზარდა მოწოდებები, რომ უკრაინამ F-16 გამანადგურებლები გამოიყენოს გამშვები დანადგარების მოსაძებნად. აქ თავარი პირდაპირ მნიშვნელობით სიმაღლეა. სიმაღლიდან სროლისას უკრაინულ იარაღს შეუძლია გამოიყენოს გრავიტაცია და აეროდინამიკური ზედაპირი, რათა უფრო ღრმად შეაღწიოს რუსეთში. თუმცა ეს არ წყვეტს სროლის და სწრაფი გადაადგილების პრობლემას. ამასობაში F-16 გამანადგურებლების პირდაპირ რუსულ ტერიტორიაზე შეყვანა, რათა ისინი ჭკვიან მონადირეებად იქცნენ, კარგი იდეა არ არის. კიდევ ერთხელ, რუსული საჰაერო თავდაცვა ცუდია, მაგრამ იმდენად ცუდი არაა. დრონის რისკის ქვეშ დაკენება პრობლემა არ არის. ფილოტისა და ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავის რისკის ქვეშ დაკენება კი პრობლემაა. დარჩენილი ვარიანტია: დავივიწყოთ გამშვები დანადგარები და დავარტყათ რაკეტების წარმოებას. მილფის ტექნოლოგიის დახმარებით ეს, გასაკვირად, შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მთავარი საწარმო საკმაოდ შორს აღმოსავლეთში განათავსა, უკრაინას ახლა შეუძლია იქამდე მიღწევა და მართლაც თებერვალში დაარტყა მას. Firepoint, Flamingo-ს საკრუიზო რაკეტის მწარმოებელი, ძალიან ბედნიერი იყო თავისი შესაძლებლობების წარმოჩენით. გამოაქვეყნა ეს ვიდეო გაშვების შესახებ და შემდეგ შეგნებულად მიანდო მაყურებელს იმის მიხედრა, რომ სწორედ ამ რაკეტებმა დაარტყეს ისკანდერის ქარხანას. ამ სტრატეგიის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბალისტიკური რაკეტების საწარმოები შედარებით გამაგრებული ობიექტებია. ეს ობიექტები ბუნკერები არ არის, მაგრამ არც უბრალოდ მინდორში მდგომი მანქანებია. ისინი შენობების შიგნით არიან და მიზნის მისაღწევად შენობის სტრუქტურის დაზიანება ასაჭირო. Flamingo ამას შეძლებს, მაგრამ ეს მარტივი არ არის და კიდევ უფრო რთულდება, რადგან რაფინერიასთან ან Wild Berry-ის სადისტრიბუციო ჰაბთან განსხვავებით, ისინი თითქმის არ არიან აალებადი. უკრაინისთვის დარჩენილი კითხვაა, უკეთესიათია თუ არა დაცულ ობიექტზე მიზანში ამოღება, ვიდრე ალტერნატივა. ომის დროინდელი დაგეგმვა ზოგჯერ ნიშნავს ახლო პრობლემის იგნორირებას გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად, რაც საბოლოოდ ნაკლებ ტკივილს მოგიტანთ. თუ ამას აქ გამოვიყენებთ, შეიძლება შეძლოთ ისკანდერის წარმოების განადგურება. მაგრამ მერე რა, ომი გრძელდება. შეიძლება კიევის მოსახლეობა ყოველ ღამე აღარ დაიძინოს შიშით, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინელები მაინც განიცდიან დანაკარგებს. რა მოხდება თუ ამის ნაცვლად წარმოებაში მყოფ ფლამინგოებს გამოიყენებთ, რომ დაარტყათ პოლიტიკურად მგრძნობიარე სამიზნეს? და შემდეგ ისევ გააკეთოთ ეს, ისევ და ისევ. მოიტანს ეს საკმარის პოლიტიკურ ზეწოლას კრემლზე, რომ განიხილონ მორიგებაზე მოლაპარაკებების დაწყება. რადგან თუ პასუხი დადებითია, იქნებ ეს ჯობს ვიდრე ისკანდერების განადგურების მცდელობა. ან იქნებ სხვა სამხედრო ობიექტებიც არსებობს, რომელთა განადგურებაც უფრო მარტივია, ვიდრე ისკანდერების წარმოებაზე დარტყმა. თუმცა ეს მცირე ნუგეშს მისცემს კიევში მცხოვრებლებს ქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით განმეორებითი თავდასხმები ფრონტის ხაზზე სამხედრო მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის. თუ უკრაინელები მზად არიან იბრძოლონ, ამ ურბანული დანაკარგების გადატანა შესაძლოა ისე უკეთესი იყოს ვიდრე ალტერნატივა. ომი მუდმივი აწონ-დაწონაა. მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემა არსებობს, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ეძებო მისი გადაწყვეტა. იქ კიდევ ართეულობით სხვა პრობლემაა და საჭიროა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. აბა, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ დღევანდელი დღიდან? უკრაინის შორმანძილზე დაბომბვისგან თავდაცვის სისტემა ამჟამად არაერთგვაროვანია. რუსული დრონები კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ რაკეტები სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს. პრობლემის მხოლოდ თავდაცვითი გადაწყვეტა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი, რადგან ევროპული შესყიდვები არ ხორციელდება და შეერთებული შტატების დაკავებულია ირანში საკუთარი ოპერაციებით. დრონები პრობლემას ნაწილობრივ აგვარებენ, რადგან ისინი ნადირობენ გამშვებ დანადგარებზე, თუმცა მათ შეიძლება უფრო ღრმად რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა დასჭირდეთ, რომ საქმე სრულად შეასრულონ. საბოლოოდ, უკრაინამ ასევე სცადა თავად რაკეტების წარმოებაზე დარტყმა, მაგრამ მანძილებმა და უკეთ დაცულმა სამიზნეებმა უკრაინას იქ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის საშუალება არ მისცა. კიდევ ერთხელ მადლობა Sale-ის დღევანდელი ვიდეოს სპონსორობისთვის. ეწვიეთ sale.com/WilliamSpaniel და გამოიყენეთ კუპონის კოდი WilliamSpaniel, რომ მიიღოთ 15%-იანი ფასდაკლება ისემ მონაცემთა გეგმაზე.
თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და ხვალ ისევ გნახავთ. იყავით კარგად.